ირაკლი ქოცაძე, პოლიტიკოსი. მან დეტექტორზე 41 შეკითხვას უპასუხა. აქედან შერჩეულია 5. ირაკლი ქოცაძის სიცრუეს დღეს სიმართლის დეტექტორი გაზომავს. სიცრუე, მხოლოდ სიცრუე და არაფერი სიცრუის გარდა. უნდა გაეშვათ თუ არა კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოსები ციხეში. კი, რა თქმა უნდა გაეშვათ ყველა ციხეში. ეს პასუხი არის სიცრუე. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. მე ბატონო. იყო თუ არა გიორგი გახარია სუპერძალოვანი მინისტრი? შეგვიძლია რომ კითხვა შევცვალოთ? რასაკვირველია. საჭირო იყო თუ არა გახარიას ხელმეორედ დაბარება საგამოძიებო კომისიაში? ეს წამით შეგიძლიათ დამეოდოთ დიახ. 2 წამის. თეა, გახარიას ხელმეორედ დაბარება საჭირო იყო ამ კომისიაზე? დიახ, რა თქმა უნდა, საჭირო იყო. ეს დაველოდოთ პასუხი დეტექტორს. არის სიცრუე. ბრავო. იყო თუ არა ალუ და ღუდუშაურის გამოსვლა კომისიაზე მამაცობის მაჩვენებელი? რა თქმა უნდა. დაველოდოთ დეტექტორს. დაველოდოთ. მაგრამ აუდას გამოსვლა ნამდვილად ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. მისვლა არის გახარია. სიცრუე. და აი დეტექტორმაც დაგვიდასტურა გილოცა რა თქმა უნდა. 41000 ლარს ვაუ. სულ ერთი კითხვა გაშორებს. მზად ხარ? ჩვენ არასდროს არ ვიტყუებით კოცები და შესაბამისად დარწმუნებული ვარ რომ 41000 ლარი ჩემი გახდება. კომისიის მიზანი მართლა ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა. კითხვას ვერ შევცვლით? სამწუხაროდ თქვენ უკვე შეცვალეთ შეკითხვა. მაშინ რამდენიმე წუთი დიახ. დამადროთ. ზურა ჯაფარიძე. თქვენი პასუხი ბატონო ირაკლი. ეს პასუხი არის სიმართლე. რატომ? სამწუხაროდ თქვენ წააგეთ, თუმცა კარგია რომ გულის სიღრმეში იცით რომ ეს არის სიმართლე. სოფო მე დავრეკავ და ეს გადაცემა ბატონო ირაკლი, დეტექტორი არ ტყუის. ფორმატზე ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ასეთი იყო სიმართლის დეტექტორი ირაკლი ქოცაძესთან ერთად, ვინ იქნება შემდეგი?